ჩვენს ქალაქში ცხოვრობს ორი ძალიან ნიჭიერი ადამიანი, დედი ოჩიაურები. და ნახეთ როგორ პალტოებს კერავენ. ერთი მეორეზე ლამაზია ყველა. ცოტა აღმოსავლური იერი დაკრავს. არაჩვეულებრივ ვინტაჟურ ნაჭრებს არჩევენ. საოცარი სარჩულები აქვს, ძალიან დაგებულია, ნახეთ. ყველაფერი დაბამბულია და ძალიან მოსახერხებელი ჩასაცმელია გარდა იმისა, რომ ლამაზია. ზოგიერთი ისეთი ჭრელია, რომ კაცი ვერ ჩაიცმევს. მე ჩემთვის ავარჩიე 1-2 და ზამთარში მაწვია ინდოეთში გიჟდებიან, რომ მაწვია მაჩერებენ. იმათ მოწონს ძალიან. და ხალბატონებისთვის უკეთესი არც ვიცი. აი ნახეთ როგორებია. ეტრორომა ფირმა იმას გავს. ან როგორი შეხამება, ან როგორი ფაქტურა, რა ვიცი, ყველას მოწონს და ძალიან მიხარია. ნახე რა კაი. ცოტა უზბეკურ ხალათებს გაქვს. 40 ცალი გვაქვს და არც ერთია რა ერთნაირი. აქ ეტიკეტიც გავუკეთებთ. პატარა ბულავკით დამზადებულია საქართველოში 100% ნატურალური მასალისგან. ხელით. აქ პატარა ბულავკით მივამაგრეთ. ნახე რა სილამაზე. ჩემი მწვანე ჩავიცვა ეხა გაჩვენა. სეზონს რომ მივალაგებ და ინდოეთში წავალ, მაგ დროს სიცივე იქნება და ჩავიცნებ და წავალ. ნახე რა კაია. ისეთი გემრიელია, გაძრობა არ მოგინდება რომ ჩაიცინო. ახლა თბილისში ამით არ ვიცი, ნამეტარი გამოვიჟღიალდები და არ ივარგებს, მაგრამ ინდოეთში მშვენიერია, უხდება იმათ ისეთი ფერადები აცვიათ, რომ მე ვუქებ ხალბატონ ნანას, ძალიან საყვარელ ადამიანს, ძალიან ნიჭიერს. ვუქებ თავის ასეთ ნიჭიერ შრომას და მადლიერი ვარ, რომ ჩვენთან შემიძლია შემოგთავაზოთ ჩვენს პატარა მაღაზიაში. ყოველთვის გვექნება მათი პალტოები, მოდის პალტოების სეზონი და თუ მოირგებთ და შეარჩევთ, მე გახარებული ვიქნები. ხალბატონ ნანა, დიდი მადლობა თქვენი ასეთი გემოვნებიანი ნიჭიერი შრომისთვის.